აქ ამ შვიდობა, ნახეთ როგორ ყანყალასავით გავაკეთე ხელი. ესე იგი, რადგანაც ჯერ თევზი არ აქტიურობს, გადავწყვიტე ერთი პატარა ვიდეო ჩაგიწეროთ გაგანიას ეზოში გამოგადგებად. კაკრას გაგანიას ეზოში არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც მეტალის სადავეები არ იშვებებს ტიტანები და ჩვეულებრივი მეტალები რა. და ფლუროც ისეა რა და არც ფულის გადაყრა არ გინდა კაც. ამისთვის დაგჭირდებათ დაფოკუსდი. ჩვეულებრივი კარაბინი და ძალიან მსხვილი რა, ფლუროკარბონი, რომელსაც ვერ გადაყვნეთს ქარიყლაპია. ნუ ეს ქარიყლაპისთვის რა თქმა უნდა. ისე ფარგაზეც იმუშავებს, მაგრამ ესეთი მსხვილი არა რა, პრო ისეთი ნორმალური ზომის. ამ ყველაფრის მუღამ იმაშია კიდე რომ ორ კარაბინს აღარ ხმარობ. ანუ ჩვენ ხო ერთი კარაბინი არ გვაქვს, მე მაღაზიაზე ვაცმევ და მე კიდე ერთი კარაბინია რა. ანუ საბოლოო ჯამში მონტაჟი აი ესე გამოიყურება და აქედან უკვე ძირითადი წნული რაც გვაქვს კოჭაზე დახვეული ის იქნება რა. ეხლა როგორ კეთდება ეს? Так, წავიდა, პაუზა მოიცა. მოკლედ დავბრუნდი. ავიღეთ მოკლედ ჩვეულებრივი კარაბინი. ფლურო დაახლოებით. ჯობს ცოტა მეტი მოჭრათ, 45 სანტიმეტრამდე დაახლოებით ესე რა. так, გავუყარე ჩვეულებრივად. და კვანძი დაადე რა. ესე იგი მოდი ბარემ ჩაინიკებისთვისაც ავხსნათ. მეც ჩაინიკე ვიყავი ერთ დროს. ესე იგი ესე, აქ დავიჭირე. პატარა ის წარმოიქმნა. პიტელი ამოკლეთ. რკოლი. წავიდა დავახვიე 1 2 3 4 5 რეკლამა YouTube-ზე და ჯანდაბა თქვი. გავაძვრინე მანდ. რავიყირე და დასველება. რეკლამას გავხსოვ. так, წავიდა გავუჭირე ეს გემრიელად. ეხა ნახე ამის მთელი მუღამი რაშია. так, ესე. აქ ეს ბევრი რო დარჩება. მოაწყვიტეთ. ახლა ვიგანახეთ რამდენი. ნახე? აი ეს სრულიად